საღამო მშვიდობისა. ესე იგი, stock market-ი ეს აქციების ბირჟა Dow Jones-ი ძალიან არასტაბილური გახდა ბოლო 2-3 დღეა. ესე იგი, Bank of America-ის აქციები დაეცა დაახლოებით რამდენი 15%-ით. ანუ ეს მოხდა სულ 2 დღეში. და სხვაებიც იქ Amazon-ი ძალიან დიდი volatility, ძალიან დიდი ცვლილებები ხდება ამ აქციების ფასებში და საერთოდ ესე იგი არ არის განსაზღვრული სიტუაცია, ანუ რა მოხდება ამის გარკვევა ძალიან ძნელია. ხო და ასეთი არასტაბილურობის სიტუაციაში ფაქტურად ეკონომიკური ბრძოლა არის ახლა მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ აქეთ ტარიფები 25% ტარიფები მანქანების შემოტანაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერე ბევრ პროდუქციაზე მაღალი ტარიფებია დაწესებული, მათ შორის სოფლის პიროვნების პროდუქციაზეც და ეს ალბათ ინფლაციას უკვე სერიოზულად აწევს, რაც მოსაოდნელიც იყო პრინციპში. ესე იგი, შეიძლება ჰაიპერინფლაციის ნიშნებიც დაიწყოს მალე და ახლა უკვე იმაზეც არის ლაპარაკი, რომ social security-ის გადასახადს რასაც უხდიან მოსახლეობას ხო 62 წლის ასაკიდან და ზევით იქ ეს გადასახადები ეს ფონდი უკვე მალე შეიძლება ამოიწუროსო, ანუ მთლიანად ვეღარ დავფაროთო, რაც ვალდებულებები გვაქვსო და დაახლოებით 10 წლის მერე უკვე შევამცირებთო 20-25%-ით. თუმცა თუ ასეთი მაღალი ინფლაცია წავიდა, ალბათ ამის აუცილებლობა აღარც იქნება, იმიტომ რომ ფულის ერთეულის ძალა ხო დაკარგული იქნება. ხო, ესეთი განუსაზღვრელი სიტუაციაა და ესე იგი მარკეტების გაურკვეველია ეს აქციების ფასების აიწავა. თვითონ ეს ფერადი ლითონებიც კი აი ოქრო ვერცხლი ძალიან მაგრად დაეცა და ალბათ ახლა ვისაც ეს ინვესტიციები გაკეთებული უკვე ძალიან დამთხალიც არის ალბათ, იმიტომ რომ ახლა ადამიანებს დიდი თანხები აქვს ჩადებული ამ აქციებში, ETF-ებში, როგორც ეძახიან ხოლმე. ხო და ამ სიტუაციაში ახლა ამის გარდა პოლიტიკურადაც ძალიან ესეთი რთული სიტუაცია ევროპა და ამერიკა ხო ერთმანეთს ემიჯნება და ამასთან დაკავშირებით ერთი რამე მინდა მე ვთქვა, რომ ჩვენ deep states რო ვამბობთ ხო და ალბათ არის კიდეც ეგ ახლა მე მაგას ვინ მეტყვის, მაგრამ ასე ხმამაღლა ლაპარაკი ჩვენს და პატარა ქვეყნისთვის, აი ჩვენ პოლიტიკოსები რომ ამას ხაზს უსვამენ, არ არის სწორი, იცით რატო? უბრალოდ მარტივი მიზეზი. აი ბაიდენი რო იყო პრეზიდენტი, ერთიოჯერ მაგრად გამოლანძღა პუტინი რაღაცა სუკინსინ რაღაც ეგეთი რაღაცა დაუძახა და გადაყლაპეს მაგათ, აი არაფერი არ უპასუხია პუტინის ადმინისტრაციას. ანუ ენაზე კბილის დაჭერა ალბათ ერთ-ერთი ძალა არის პოლიტიკოსს. ახლა მომენტი გამონახა უკვე რუსეთმა იქ თავის რეგიონში აძლიერებს პოზიციებს, ხო? ანუ ეს ყველაფრის წამოძახება, რასაც ფიქრობდა, რაც შეიძლება სიმართლეც იყოს, არ არის გამართლებული. მერე თუ სიტუაცია დაიძაბა და თუ ახლა რაღაც ესეთი კონფლიქტები წავიდა, რა ვიცი, შეიძლება ერთმა გვაშოროს, მაგრამ რაღაცა შეერაღებული კონფლიქტებიც. ყველა სახელმწიფოს რუსეთს ესეთი გამოთქმა აქვს, რომ რუსებს ესე იგი თუ ის ვინც არაჭმევს თავის არმიასო, მოუწევსო სხვისი არმიას არ ჩინოსო, ხო? ასეთი გამოთქმა არსებობს და რუსეთი კაი თავის არმიით დაემით რაღაცას თავის თავს დაიცავს, მაგრამ აი საქართველოს სიტუაცია ხო ძალიან რთულია, ანუ რაღაცა ქოლგის ქვეშ თუ არ იქნება საქართველოს ძალიან რთული იქნება ამ სიტუაციიდან გამოძრომა, ამიტომ რომ დღეს უკვე ახალი პოლარიზაცია და ახალი ვექტორებია, ხო, ალბათ. აი ესეთი არეული სიტუაციაა და ზოგადად საერთოდ წავა ეს საქმე და როგორ იქნება ამ თუნდაც ამ აქციების სიტუაცია ძალიან გაურკვეველია. მე ბევრი მინახია ადამიანი ახლა ასობით არა, მაგრამ რამდენიმე საერთოდ ჩემი ნაცნობებიც ქართველები რომ ამ აქციებზე საკმაოდ დიდი თანხები აქვს დაკარგული, იმიტომ რომ ადრეც იყო ესეთი ჩავარდნები და რაღაცა, მაგრამ ახლა ძალიან რთული სიტუაციაა, ძალიან.